სარფის საავტომობილო გზის 2 კილომეტრიან სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი ქვის თვენის საწინააღმდეგო და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. Ამ მონაკვეთზე ყოველდღიურად საშუალოდ 15,000 მანქანა მოძრაობს. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნენ. სამუშაოებზე 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია. Იeri შტორმების შედეგად დაზიანდა გზის ქვედა მონაკვეთი, აგრეთვე ფერდობებიდან ქვის თვენის საშიშროება იყო, რომელიც საფრთხეებიდან გზავრებს. ყველა ამ სამუშაოს დასრულების შედეგად მსგავსი საფრთხეები აღარ იქნება და უსაფრთხოდ შეიძლება ყველა აქ მოსიარულე მგზავრს გადაადგილება. კვარიატის არხის მონაკვეთზე დაიხარჯება დაახლოებით 35 მილიონი ლარი. ეს პროექტი გულისხმობს გზის გამაგრებით სამუშაოებს და ასევე გაფართოების სამუშაოებს. 100 ადამიანი ამ ობიექტზე დასაქმებული ყველა ბათუმიდან. გვაქვს ვიხარია რომ გვაქვს შემოსავალი წყარო.